თქვენ გგონიათ ახლა ამ ვიდეოს თქვენი თავისუფალი ნებით უყურებთ? გგონიათ რომ ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ცხოვრებაში იღებთ, თქვენი კრიტიკული გონების ნაყოფია, მაგრამ ცდებით. თქვენ რომ ეს ვიდეო ჩაგერთოთ, მე ძალიან ბევრი ვიმუშავე ამაზე. შეგვქმნი სათაური, რომელიც დაკლიკებადი იქნებოდა, მივიღე რაღაცა კონკრეტული სახის გამომეტყველება, რათა რა თქმა უნდა ეს ვიდეო დაკლიკებადი ყოფილიყო. და ვეცადე პატარა манипуляციის ხერხით თქვენი ყურადღება მიმეპყრო და ვიდეოში შემომეყვანეთ. მაგრამ მე ვარ კარგი ადამიანი და ეს манипуляცია იმიტომ გამოვიყენე, რომ თქვენ ვიდეოში შემომეყვანეთ და გაგეგოთ რამე საინტერესო, მაგრამ ყველა ეგეთი კეთილსინდისერი არ არის. და манипуლირებენ იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მიიპყრონ და საკუთარი მანკიერი სურვილები დაეკმაყოფილებინათ. თქვენი ცნობიერება არის აისბერგის მწვერვალი. ხოლო მის ქვემოთ არის 50,000 წლიანი პროგრამული კოდი, რომელიც არავის განუახლებია. ჩვენი ტვინი არ მუშაობს იმისთვის, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება შეიცნოს. ჩვენი ტვინი მუშაობს იმისთვის, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. და სიმართლე ხშირად გამრავლებისთვის და გადარჩენისთვის ზედმეტი ბარგია, ესე რომ ვთქვათ. სწორედ ეს გონება არის პატერნების ძიების მანქანა. ჩვენ ყველგან მნიშვნელობას ვეძებთ ღრუბლებში, სახეებს, ბედის წერას ვეძებთ შემთხვევითობაში. სწორედ ეს არის ჩვენი სისუსტე. ჩვენ გვირჩევნია დავიჯეროთ მომხიბვლელი ტყუილი, ვიდრე თვალი გავუსწოროთ მწარე რეალობას. დროთა განმავლობაში აი ეს ესე რომ ვთქვათ სისუსტე კარგად გაიაზრა სხვადასხვა ჯგუფებმა და სხვადასხვა ადამიანებმა და დაიწყეს ამ სისუსტის მომართვა ჩვენ საწინააღმდეგოდ. საუბარი მაქვს სქემერებზე, თაღლითებზე, მატყუარებზე, ვინც კარგად იცის როგორ მუშაობს ტვინის კოდი და ცდილობს ამ კოდის გატეხვას. არსებობს რამდენიმე ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელიც აი ამ ჩვენი ტვინის კოდის სისუსტეს სახელს არქმევს და ჩამოგდვრით ამ ტერმინებს. Confirmation bias, ესე ქვია, აღიარების მიკერძოება ან მიკერძოვებულობა, ესე რომ ვთქვათ. ეს არის ჩვენი ტენდენცია, რომ ვეძებოთ კონცენტრირდეთ და დავიჯეროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს რწმენას ამყარებს. თუ ადამიანში რა სასწაულების, ის მხოლოდ სასწაულებს ხედავს და ეძებს და ბლოკავს ყველანაირ ლოგიკურ ახსნას, საიდან მოდის ეს სასწაული. მეორე არის კოგნიტური დისონანსი. ეს არის ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა რეალობა ჩვენს რწმენას ეწინააღმდეგება. ჩვენი ტვინი იმდენად ვერ იტანს ამ დაძაბულობას, რომ ხშირად ურჩევნია რეალობა უარყოს და ტყუილს ჩაეჭიდოს, ოღონდ სიმშვიდე შეინარჩუნოს. შარავანდედის ეფექტი, ჰალო ეფექტი. როცა ადამიანს ერთი თვისება, მაგალითად ქარიზმა ან გარეგნული მომხიბვლელობა, ანაც თავდაჯერებულობა, გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ ის სხვა ყველაფერშიც ასეთი კარგია, გენიოსია. თითქოს მის ერთ-ერთ ბრწყინვალებას, მის მთელ არსებას ესე გადმოვფენთ ხოლმე ჩვენი ფანტაზიით. Sunk cost fallacy. ანუ გაღებული ხარჯების ეფექტი, ესე რომ ვთქვათ. რაც უფრო მეწვდებთ დროს, ენერგიას, ფულს, არ აქვს მნიშვნელობა რესურს რამეში, მით უფრო გვიჭირს იმის აღიარება, რომ ეს რამე არ მუშაობს. თითქოს ჩვენ ბოლომდე მივყვებით თაღლეთს და ვაძლევთ უფლებას, რომ მოგვატყუოს, მარტო იმიტომ, რომ გვირჩევნია მოვტყუდეთ, ვიდრე ვაღიაროთ, რომ თავიდანვე შევცდით. ადამიანისთვის უფრო რთულია რომ აღიაროს, რომ შეცდა, ვიდრე 99%-იან ტყუილში კიდევ ბევრი რესურსის დახარჯვა. ასევე არსებობს ავტორიტეტისადმი მიკერძოება. ადრე ჩემ ვიდეოებშიც მქონდა საუბარი, რომ როდესაც ავტორიტეტს ადამიანი აირჩევს, მარტო სტატუსს არ უნდა მიაქციოს ყურადღება და მის კეთილსინდისიერებაზეც დაფიქრდეს. მაგალითისთვის შეიძლება იყოს ძალიან ბევრჯილდოიანი, დიპლომიანი და ასე შემდეგ ექიმი, რომელიც რაღაცა თანხის სანაცვლოდ რაღაცას იტყვის. ანუ ის რაღაც, რასაც იტყვის, არ არის მის გონებაში ნაწარმოები და არის სხვისი მესიჯი, რომელიც ეს უბრალოდ არის პირი იმ სხვისი აზრის. და ხშირად ეს სტატუსი, ჯილდო, მედალი, დიპლომი გვატყუებს და თითქოს ჩვენ კრიტიკულ აზროვნებას თიშავს. იმიტომ რომ გვეზარება კრიტიკული აზროვნება. და რახან იმ ჭკვიანმა ადამიანმა ასე თქვა, მოდი შევინახავ ამ ჩემ გონებრივ რესურსს და საერთოდ არ დავფიქრდები და მივენდობ. ასე არსებობს სოციალური დასტურის ეფექტი, რომელიც თუ 1000 ადამიანი რაღაცას ენდობა, შენ ვინ ჯანდაბახა რომ ამ ყველაფერს არ ენდო. სულ რომ გრძნობდე რომ ეს დიდი ტყუილია, შეიძლება მაინც სოციალური დასტურის ეფექტი მაინც ჩაგითრიოს და საკუთარი კრიტიკული აზროვნების საწინააღმდეგოდ გამოქმედოს. და დანინ კრუგერის ეფექტი. ეს არის, როდესაც რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა რაღაც სფეროზე, მით უფრო გონია რომ მეტი იცის, იმიტომ რომ ის ვერ ხედავს იმ ფართო სპექტრს, რაც შეიძლება ამ თემის ირგვლივ არსებობდეს, ხედავს იმ პატარა ცოდნის ირგვლივ, რაც თვითონ აქვს და გონია რომ ესეთი პატარა ცოდნა და თვითონაც ყველაფერი იცის. რაც უფრო ბევრს სწავლობ, მით უფრო იაზრებ, რომ ადამიანმა ნაკლები იცი ესეთი მე ვიცი რომ არაფერი არ ვიციო, თქვა ერთმა ჩვენმა დუტუ მეგრელი არ იყო, ზუსტად ვიცი ვინც თქვა. დღეს ვისაუბრებ თაღლითებზე, თაღლითობებზე, სქემებზე, რომელმაც მსოფლიო შეცვალეს და ზეგავლენა იქონიეს მსოფლიო ისტორიასა და კაცობრიობაზე.
Pasto, fantasto, scannanes too much me. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? დღეს 1 აპრილი მოტყუება ადვილია. უცებ რაღაცა რაბეზალოვკა არის, რომ უნდა მოიტყო, იუთუბერი რო ხარ, უნდა მოიტყო და ვიტყვი, რომ დღეს ბასტო ფანტასტო წავიდა ბასტო ფანტასტოს არხიდან, მარტო ბასტო დავრჩი. ჟანდაბა ფანტასტო წავიდა, თავის საქმეებს აკეთებს. მოგატყუეთ. კაი, დღეს ვისაუბრებ თაღლითობებზე, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაზე ზეგავლენა იქონიეს. წინა 1 აპრილს მე დავდები ვიდეო, ფოტოშორის ამოვანათებ ვიდეოს. ყველგან ვაკეთებ თვითონ კაცმა არ იცის სადა მონათებენ. ახლა მას შევიკრავ, იმიტომ რომ ცუდი ხმა იქნება. გავაკეთე ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ადამიანი, რომელმაც ეიფელის კოშკი ორჯერ გაყიდა. არსებობს ესეთი ადამიანი მართლა, ეიფელის კოშკი გაყიდა ორჯერ. ანუ ჯერ ხო ერთხელ გაყიდა ეიფელის კოშკი, ვითომ მოიტყუა ითაღლით და მერე კიდე გაყიდა მეორეჯერაც. ესეთი გენიოსი კაცი იყო. მაგრამ დღეს მაგაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ პატარა წვრილმანი თაღლითობა იყო. მე ვისაუბრებ უფრო დიდ თაღლითობებს. ეს არის გამარჯვებული კომენტარი, რომელსაც გადაეცემა ბარსელონა ფორმა. მომწერე მეგობარო Instagram-ზე, რომ გამოგიგზავნო, ან დაგიდო სადმე პადიეშში და შენ მიხვიდე და აიღო. თუ რამე სხვა ციპოვე ქიხია. სამ გადავალთ ვიდეოზე, შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის ბასტოს იმიტომ ფანტასტო წავიდა. ბასტოს სპონსორი არის საქართველოს ბანკი, რომელიც მუდამ მიმურებს რომ არ გაჩერდეო. ასევე რომ იცოდეთ სხვათა შორის საქართველოს მე-100 გამარჯვება მოიპოვა და აქვე გეტყვით რომ მე-100 გამარჯვება რომელმა საქართველოს ნაკრებმაც მოიპოვა იმ საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია და ჩემიც და ასეთი ენაწყლიანი და სიმპათიური რო არ არის Starbucks-ის დამსახურება, რომელსაც ყოველ დილას მე 3 მაგ ესპრესოს ვსვამ. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სქემი არის, როდესაც გრეგორ მაკგრეგორმა ესეთი თაღლითური სახელია ნამდვილად მე რო წერდი რომანს, რაც თაღლითი მინდა რომ იყოს, შეიძლება გრეგორ მაკგრეგორი დამირქმია, კვაჭი კვაჭანტირაძე და მსგავსი სახელები და გვარები ძალიან უხდებათ თაღლითებს. კვაჭი კვაჭანტირაძე ხო არ იყო თაღლითი? რაღაც ისეთი ხო იყო კვაჭი კვაჭანტირაძე. გრეგორ მაკგრეგორის პოიასის სქემა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ, მასშტაბურ და ტრაგიკულ სქემად ითვლება. ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელმაც არა მარტო ფული, არამედ ადამიანებს ტყუილი ქვეყანა მიჰყიდა. ძალიან დაუჯერებელი ისტორია არის, მაგრამ ფაქტია, რომ გრეგორ მაკგრეგორი, რომელიც იყო შოტლანდიელი სამხედრო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ჩამოვიდა ლონდონში 1821 წელს და თქვა, რომ მოსკიტების მიწაზე, ან დღევანდელი ჰონდურასის ტერიტორიაზე მეფემ მას გადასცა პოიასის ტერიტორია, ქვეყანა პოიასი. მან პოიასი აღწერა როგორც ძალიან დალოცვილი მიწა, რომ ჩახვიდოდი და დღეში წელიწადში 3-ჯერ მოდიოდა მოსავალი და დინარეს რო ოქრობი მოჰქონდა და ძალიან მაგარი, როგორც 6-4 ისი აღწერა იქაურობა. ძალიან უცნაურია ხო ვიღაც ტიპი ჩამოდის და ქვეყანა გადმომცესო იძახის და იქ დინარეს ოქრო მოაქო და ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ბატონმა გრეგორ მაკგრეგორმა ეს ყველაფერი დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, საოცარი მარკეტინგული PR კამპანია გაუწია ამ თავის არარსებულ ქვეყანას. ანუ შეშურდება მარკეტერ-ჯის სახეგაძვრებად. ყველა მარკეტერს ხელმოცარულები დარჩებენ, ეხლა რომ გაიგებენ რა მარკეტინგული კამპანია გაუკეთა არარსებულ ქვეყანას 1821 წელს გრეგორ მაკგრეგორმა. მაკგრეგორმა დაწერა წიგნი Sketch of the Mosquito Shore, ვიღაც კაპიტან თომას სტრეინჯუესის სახელით. ეს იყო სქელი აკადემიური სტილის წიგნი, ამას ხალხი დააჯერა, რომ პოიასი მართლა არსებობდა. მან ლონდონში ოფიციალური ბანკნოტები დაბეჭდა, წარმოიდგინე ადამიანი ფუნტებს აძლევდა და საანსლოდ იღებდა ფერად ქაღალდებს, რომელთაც პურსაც კი ვერ იღებდა. პოიას ჰქონდა ასევე ოფიციალური დროშა, მწვანე და ყვითელ ფერებში და სახელმწიფო გერბი. და ეს სიმბოლიკა ხალხის ქვეცნობიერზე კარგად მუშაობდა, იმიტომ რომ თუ დროშა ჰქონდა, ესე იგი სახელმწიფოც არსებობდა. ბოლოს პოიასი უკვე ყველამ რო დაიჯერა, ეს პოიასის ფული ამას რო ჰქონდა, ჩვეულებრივად უცვლიდნენ. და დაიწყო მიწის ნაკვეთების გაყიდვა. მიდიოდნენ ადამიანებთან, აკეთებდა აუქციონებს, ბირჟაზე გაქონდა მიწები, წეწვა გლეჯვა იყო პოიასისში ვიღაცას 1000 კვადრატი მიწა რო ქონოდა, სახეს ახიოდნენ ერთმანეთს. და ლონდონის ბირჟაზე 200,000 ფუნტის რაოდენობის აქციები გაიტანა რა. შემდგომ დადგა 1822 წელი, ეს პოიასი დაყიდულია სულ. ჩვენი გრეგორ მაკგრეგორი გამდიდრებულია და 1822-1823 წლებში დაიძრა ორი გემი, სადაც 250-მდე იმიგრანტი იყო ამ გემზე და მიდიოდნენ პოიასში 64 მიწაზე, სადაც მდინარეს ოქრო მოჰქონდა და წელიწადში 3-ჯერ მოდიოდა მოსავალი, სადაც მიწები ჰქონდათ, ჩავიდნენ და დახვდათ ჯუნგლები, გაუკაფავი ჯუნგლები, საშინელი ტროპიკული თან შეუჩვეველი, ამათვის შეუჩვეველი ტროპიკული გარემო, გავალი ჯუნგლები, ჭაობები, ადგილობრივები, არასტუმართმოყვარეები
დაუსახლებელი და სადაც დასახლებული იქ არასტუმართ მოყარე ადგილობრივები და ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკულს რაც ხდის ამ ფაქტს არის ის, რომ აი ამ ორი გემის ეკიპაჟის 2/3 ნაწილი ტროპიკული დაავადებით გარდაიცვალა, ზოგი მალარიით, ზოგი ყვითელი ცხელებით, ზოგი შიმშილით. აი ხა უყურეთ როგორი არის სიხარბე რა შვება რა. გაიქცა საფრანგეთში, აქვს ძალიან დიდი ქონება, ძალიან მდიდარია ქვეყანა გაყიდული. ანუ ქვეყანა კი არა, 64-სავით ქვეყანაა გაყიდული, ანუ რამხელა ტერიტორია გაყიდული და რამდენი ფულითაა, რამდენი ქეშთაა წარმოედგინეთ. ჩადის საფრანგეთში, შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივად, მაგრამ ვერ ანებებს თაღლითობას თავს, მიდის და იქაც იწყებს მსგავს საქმიანობას და იწყებს აი ამ თავისი 350 გვერდიანი გზამკვლევით ხალხის მოტყუებას და პოიასის მიწების გაყიდვას, მაგრამ რაღაცნაირად საფრანგეთში მიუხვდნენ, არ დაიჭირეს, ვერ დაიჭირეს, გამოექცა ვენესუელაში დაბრუნდა და ვენესუელაში დაამთავრა სიცოცხლე როგორც ომის ვეტერანმა და გამოცნმა გენერალმა სამხედრო პენსიით უზრუნველყოფილმა დაასრულა თავისი მოღვაწეობა. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ არ დაუჭერიათ ეს ადამიანი, შერჩა, გაანადგურა 200-მდე ადამიანი მოკლა, ითაღლითა, მაგრამ შერჩა. ალე ხო? ჯოჯოხეთთან დამრეკეს, აგერ აქ ქვაფში ქვაფს. რატომ დაუჯერეს? ეგ არის საინტერესო. ანუ რატომ დაუჯერეს? მოდი მაგაზეც ვიფიქროთ. მაგრეგორი იყო ნამდვილი გენერალი, ეცვა გენერლის ფორმა, ეკიდა ბევრი медали და დადიოდა მაღალი საზოგადოების წვეულებებზე ხვდებოდა. ანუ ადამიანებისთვის იყო წარმატებული ადამიანი რა, ანუ რო შეხედავდნენ, ვა, ამას გერბის აქვს, რა, გენერალია, ფული ამას ტყუილი რატო დაჭირდება ხო ამ ადამიანს, რომელსაც გენერალია და მედლები კიდია და ამხელა დამსახურება აქვს და პრეზიდენტის кейფებზე დადის. და აი აქ შევხვდით ავტორიტეტისადმი მიკერძოებას. აი ესე ტერმინად რო შევაფასოთ, არის ავტორიტეტისადმი მიკერძოება. ანუ მიიკერძოებულები იყვნენ ადამიანები ავტორიტეტისადმი, მისი გენერალობის, მისი მედლების და მისი მაღალ საზოგადოებაში ფართებზე სიარულისადმი. ასე არსებობს ესეთი FOMO. FOMO, fear of missing out. ანუ რამეს არ დავაკლდეს შიში. ხო გქონიათ ხშირად ეგეთი მომენტი, რომ გეძახიან დასალებად, თქვენ გეზარებათ, მაგრამ მარტო იმიტომ მიდიხარ, რომ არ გამოაკლდე. ეგ არის FOMO, fear of missing out. შიში იმისა, რომ რაღაცას არ გამოაკლდე. სწორედ ესეც მუშაობდა იმაზე, რომ იყო რაღაცა კონკრეტული რაოდენობის მიწები, რომელიც თუ ამოიწურებოდა, შენ დარჩებოდი გარეთ და ყველა ცდილობდა, რომ მოხვედრილი იყო აი ამ რაღაცა კონკრეტულ სიაში, რომელიც დასახლდებოდა პოიასის მიწაზე. და აი ამასაც აქვს თავის ტერმინი, როგორც გითხარით, fear of missing out. ყველაზე საინტერესო ის არის, გაწეული ხარჯის ეფექტზე რომ დავბრუნდეთ, ადამიანები, ვინც ცოცხლები დაბრუნდნენ იქიდან, ვინცაც მალარია და ყვითელმა და შიმშილმა არ მოკლა, რომ ჩამოვიდნენ, ძალიან ბევრს კიდე შეეროდა, რომ მათი შეცდომა იყო და თვითონ ვერ ჩავიდნენ სწორად, თორე პოიასი არსებობდა და მიწა ჰქონდათ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძლივ ჩამოაქციეს და კინაღამ შეეწირნენ ამ ყველაფერს, ფულიც დახარჯეს, ფულიც დაკარგეს, სიცოცხლე, ჯანმრთელობაც ყველაფერი ნათესავი ახლობლები დაკარგეს, მიუხედავად მაგისა, მაინც ფიქრობდნენ, რომ ისინი შეცდნენ და არა მაგრეგორი იყო თაღლითი. აი ესეთი გონება გვაქვს ჩვენ ადამიანებს, ესეთი შემწყნარებლები ვართ. თუ პოიასის პრინცი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითობა, პილდაუნელი ადამიანი, პილდაუნ მენ არის მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფალსიფიკაცია. აი ამ ტყუილმა ეხლა რაზეც დავიწყებ საუბარს, 40 წელი ადამიანები გაურკვევლობაში ამყოფა და მაგის გამო ევოლუციის რაღაცა თეორია ვერ ვითარდებოდა და ვერ მივდიოდით წინ. რა მოხდა ახლა გეტყვით. ჩარლზ დოუსონი იყო ადვოკატი და მოყვარული არქეოლოგი, რომელსაც სასექსის ჯადოქარს ეძახდნენ, რადგან ყოველთვის ახერხებდა რაღაც უცნაური და უნიკალური ნივთების პოვნას. სწორედ მან 1912 წელს ბრიტანეთის მუზეუმს წარუდგინა აღმოჩენა, რომელმაც იმ მომენტში სამყარო შეცვალა. მეცნიერები ყოველთვის ეძებდნენ missing link, აი თითქოს ამოკლებული რგოლი. ანუ რგოლი მაიმუნიდან ადამიანებამდე, ანუ ჩვენ ხო ამბობენ, რომ მაიმუნიდან ადამიანები გავხდითო და მეცნიერები ეძებდნენ აი ამ შუა განვითარების მქონე ადამიანს, ანუ სანამ მაიმუნიდან ადამიანებამდე გახდებოდნენ, აი ეს შუა რგოლი. აი მაგ შუა რგოლს ეძებდნენ რა. ანუ შუალედური საფეხური მაიმუნსა და ადამიანს შორის. და ეს პილდაუნელი ადამიანი, რომელიც ჩარლზ დოუსონმა აღმოაჩინა, იდეალურად ერგებოდა აი ამ missing links. ანუ ქონდა განვითარებული რაღაცა ტვინის ზედანაწილი, თავის ქალის ზედანაწილი
და მაიმუნის ქვედა ყბა რა. ხა როგორ მოატყუა ამ ადამიანმა მთელი მსოფლიო? ეს არ იყო რაღაცა შემთხვევითობა, ეს იყო აი დაგეგმილი, კარგად გააზრებული სქემი. სინამდვილეში იყო ეს შუა საუკუნეების ადამიანის თავის ქალა და ორანგუტანგის ყბა. ერთმანეთს მიმაგრებული. დოუსონმა ეს ძვლები რკინის სულფატით დააძველა, სიძველის ეფექტი მიცა, რომ ფერი მისცა ისეთი, რომ თქოს ძალიან ძველი იყო და ორანგუტანგის ეს კბილები, რომ ცოტა ადამიანური ყოფილიყო, ქლიბით მოქლიბა, ფორმა მიცა ხელოვნურად, რომ ესე მოქლიბა და ქლიბით ადამიანის უფრო ადამიანურ კბილებს დაამსგავსა რა. აი რატომ დაუჯერა მეცნიერებმა, რომ ეს ნამდვილად იყო ის missing link-ი, რატომ დაუჯერა? ანუ რატომ არ ჩაეძინენ და კრიტიკულად რატომ არ შეხედეს და როგორც კი მიუტანა რატომ თქვა რომ ვაიმე კი ეს ის არის ერთი შეხედვით. აქ ირთვება ნაციონალიზმი და ეგო. ანუ ნაციონალიზმი ის რომ გერმანელებს ყავდათ ნეანდერტალი, ამ სიტყვას ვერ ვამბობ, ხო იცით რასაც გულისხმობ, ნეანდერტალელი, ფრანგებს კრომანიონელი და ინგლისელებს ძალიან უნდათ რომ პირველი ადამიანი ინგლისის ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო. ხოლო მეცნიერებმა დაინახეს ის რისიდან ახვაც უნდათ რომ ისინი თვლიდნენ რომ ევოლუციაში ჯერ თავი ტვინი განვითარდა, ანუ თავის ზედანაწილი განვითარდა და შემდგომ შეავითარდა ყბა. ეს კარგად იცოდა ჩვენმა დოუსონმა და სწორედ მაგიტომ მაგათ რწმენას მიაბა ეს, რომ თავი თავის ზედანაწილი იყო ადამიანის და ქვედანაწილი იყო ორანგუტანგის, მაიმუნის. და პილდავნელი ადამიანის თავის ქალის ფორმა და ყველაფერი აგებულება ამტკიცებდა, რომ თქვენ მეცნიერებო, ინგლისელო მეცნიერებო, თქვენ მართლები ხართ, რასაც გულისხმობთ, ამას ამბობდა, მაგრამ იტყუებოდა ძალიან ბევრ რამეს. 1953 წელს, ანუ 40 წლის მერე, ამ ყველაფრიდან 40 წლის მერე, ტექნოლოგია განვითარდა და შესაძლებელი გახდა პტორის ტესტის ჩატარება და პტორის ტესტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ადამიანის თავის ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი საერთოდ სხვადასხვა ეპოქის არსების იყო. და რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ იყო 9 მილიონი წლის წინანდელი არსების. ხოლო მიკროსკოპული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კბილებზე ქლიბის კვალი იპოვეს და მიხვდნენ, რომ ეს კბილებიც, ანუ ქვედაყბა რახან ორანგუტანგის იყო და ადამიანის კბილები, ადამიანის კბილები არ ყოფილა, უბრალოდ გაკლებული იყო, როგორც გითხარით, როცა გიხსნედით რა გააკეთა. და მივდივართ confirmation bias-ამდე, როგორც გითხარით, როდესაც ადამიანი ცდილობს დაიჯეროს მხოლოდ ის ინფორმაცია და ენდოს, რომელიც უბრალოდ მის რწმენას ამყარებს და უარი თქვას კრიტიკულად შეხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც შენ რწმენას რაღაცა ამყარებს. აი ეს დაიმართათ მეცნიერებს. არის აქ ძალიან საინტერესო mind blow ფაქტი, რომ არტურ კონან დოილი, ვინც შერლოკ ჰოლმსი დაწანო, შერლოკ ჰოლმსის ავტორი არტურ კონან დოილი, დოუსონის მეზობლად ცხოვრობდა, როგორც ვიცით, არტურ კონან დოილს არ უყვარდა და ზაგდა ეს მეცნიერული ელიტა და არის ვარაუდი იმის, რომ დოუსონის და არტურ კონან დოილის კოლაბორაცია იყო ეს პატარა უინი, რაც მთელ სამეცნიერო სამყაროს მოუწყვეს ამ ორმა თაღლითმა, ესე რომ ვთქვათ, წერალმა და თაღლითმა. და ამ ტყუილის გამო, ამ პატარა უინის გამო 40 წელი საერთოდ სხვაგან იყო მეცნიერება, სხვაგან მიდიოდა. შუა საუკუნეების ევროპაში წმინდა რელიქვიებით ვაჭრობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა მხოლოდ რელიგიური ფენომენი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სქემი, ესე რომ ვთქვათ, თაღლითური სქემა. ეს იყო თითქოს რაღაცა სულიერების საფონდო ბირჟასავით იყო, სადაც ფასები ადამიანის შიშსა და სასწaulis მოლოდინზე იყო დამოკიდებული. შუა საუკუნეებში ხალხს ჯეროდა, რომ წმინდანის სხეულის ნაწილს, თითს, თმას, კბილს, რა ვიცი, ტანსაცმელს თუ შეეხებოდა, სასწაულად განიკურნებოდა სნეულებებისგან, ან გაუმართლებდა ცხოვრებაში, ან რავი, კარგი თვისებები ქონდა, ყველას ჯეროდა ამის. და ასევე პირდებოდა, რომ თუ ამ ნივთს შეიძენდა, ის 60-ში მოხდებოდა, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ დაიცავდა მის სულს. ეკლესიისთვის რელიქვია ნიშნავდა ტურიზმს, პილიგრიმების ნაკადს, რომელიც ფულს ტოვებდნენ ქალაქში, შემოსავალს, ანუ შემოწირულობებს წმინდა ადგილების მოსალოცად და პრესტიჟს. რაც უფრო ძლიერი რელიქვია ჰქონდა, მით უფრო გავლენიანი იყო შენი ტაძარი. იმდენად მოთხოვნადი იყო და იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა ამ ყველაფერზე, რომ მიწოდება შეფერხდა. ანუ ამდენი წმინდა ნივთი, რამდენი წმინდა ნივთის მოთხოვნაც გაჩნდა, არ არსებობდა. და დაიწყო, ესე რომ ვთქვათ, ინფლაცია. ისტორიკოსები ხუმრობენ ხოლმე, რომ ცხოველმყოფელი ჯვრის იმდენი ნაწილი იყიდებოდა, რომ ერთად რო შეგეგროვებინა, მთელ ფლოტს ააშენებდი. ასევე ხშირად წმინდანის ძვლების ნაცვლად ადამიანები ყიდნენ რაღაცა სხვადასხვა ცხოველების ძვლების ნაწილებს.
და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რაც უფრო დრო გადიოდა, მეტ უფრო მაღალ ლეველზე ახონდათ ეს თაღლითობა და ამზადებდნენ სერტიფიკატებს, ანუ ვიღაც ვაჭრებს ჰქონდათ სერტიფიკატი, რომ მასთან ნამდვილად იყიდებოდა, იმიტომ რომ ხო გავრცელდა ეს ისტორია, რომ ამ ჯვრის ამდენი ნაწილი შეუძლებელი არსებობდეს ან ამ წმინდანის ამდენი ძვლის ნაწილი შეუძლებელი არსებობდეს. სწორედ ამიტომ დაიწყეს სერტიფიკატების დამზადება, რომელიც წერდა, რომ აი სერტიფიკატი თუ გაქვს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენთან ნამდვილად ისინი იყიდება და იმას რო არა აქვს სერტიფიკატი ეგრე იმვაჭას. ის სხვა ძვლებს ყიდის, ცხოველების ძვლებს ყიდის. რაც რო გადიოდა, ეს ამავე უფრო და უფრო აბსურდული ხდებოდა. აი მაგალითად, იოანე ნათლისმცემლის თავი. ევროპის სხვადასხვა ტაძარში იყო მომენტი, როდესაც 3 იოანე ნათლისმცემლის თავი ინახებოდა, ანუ ერთდროულად. და ყველაზე უცნაური რაც არის ევროპის ერთ-ერთი ტაძარი ამბობდა, რომ იესო ქრისტეს სარძევე კბილები, ანუ ბავშვობაში ხო იცით, პირველი კბილი რაც ამოდის რომ მოიცვალოთ, აი ეგ მოცვლილი კბილები გვაქო, ამტკიცებდა ერთ-ერთი ევროპული ტაძარი. რომელ ფსიქოლოგიურ სისუსტეზე მუშაობდა ეხა ეს თაღლითური სქემა, რომელიც თაღლითური იყო ან გახდა, არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ. სიკვდილის შიში და დანაშაულების გზნობა, ანუ ადამიანები მუდმივ შიში იყვნენ, რომ ჯოჯოხეთში არ მომხვდარიყვნენ და თითქოს ეს რელიქვიები იყო ბილეთი, ესე ბილეთებად იყიდებოდა, ესე რომ ვთქვათ. ხო გახსოვთ ობლიგაციები რო იყიდებოდა ძველ რომში, რომ თუ იყიდიდი, ინდულგენციები, თუ იყიდიდი, 64-ში მოხვდებიო, დაახლოებით მსგავსი ინდულგენცია იყო ესეც, რომ თუ შენ აი ამ რაღაც ხის რაღაც ნატეხს, რომელიც შეიძლება უბრალოდ ხის ნატეხი ყოფილიყო, თუ არ იყიდიდი, დიდი შანსი იყო, რომ ჯოჯოხეთში მომხვდარიყავი, მაგრამ თუ იყიდიდი, მაშინ უეჭველი 60-ის ბილეთი იყო რა. ასევე ძალიან კომფორტული არის წმენა იმის, რომ თუ შენ რაღაცა ნივთს უბრალოდ იყიდი, ანუ ჯადოსნურად ჩქარა შრომის გარეშე, გაგიმართლებდა ცხოვრებაში. ანუ ადამიანები ფიზიკურ და მატერიალური სიმდიდრის მოსახვეჭად იყენებდნენ ამას. ყველა ადამიანს ეზარება შრომა, ეზარება ნაბიჯ სიარული და იყო ასეთი აზრი, რომ ამებს თუ იყიდი, უფრო გაგიმართლებდა და სწორედ ამიტომ აი ეს რაღაცა ჯადოსნურად გამართლების და ჯადოსნურად სიტუაციის გამოსწორების გამო იხდიდნენ ფულს. ასე იყო კოლექტიური ვალიდაცია, რაზეც გესაუბრეთ, რომ 11000-იან მოსახლეობაში 10999 ადამიანს თუ შეერა ამ ყველაფრის, შენ არ გაქვს უფლება რომ არ დაიჯერო და სწორედ ამაზეც ესეც კარგად მუშაობდა ამ ბიზნესზე და ასევე გაწეული ხარჯის ეფექტი, რაზეც ბევრჯერ ვისაუბრე, რომ ადამიანი რო გადის ამ ყველაფერს რაღაცა 1000 კილომეტრს რო გადის, რო ჩავდეს რაღაც კონკრეტულ ტაძარში, სადაც იესო ქრისტეს სარძევე კბილები დევს, მიდის ეხება, რომ არაფერი არ გამოსწორდეს და კარგისკენ არ წავიდეს მაგის ცხოვრება, მაინც იმის რწმენა დარჩება, რომ ტყუილა არ გაიარა, გაწია ხარჯი, გაწია დრო, გაწია ენერგია, ჩავიდა და შეჯერა, რომ ეს ყველაფერი ტყუილად არ გაუკეთებია რა. პური და სანახაობა. პური და სანახაობა არის ალბათ ყველაზე დიდი სქემი სოფლიო ისტორიაში. სერიალიც არსებობს ამაზე. ეს ფრაზა ეკუთვნის რომელ პოეტ სატირიკოს იუვენალის ამ ტერმინით აღწერდა ამ სამართლო ფაქტს, რომ რომის მოქალაქეებმა, რომლებმაც ადრე ქვეყნის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ, თავიანთი თავისუფლება და პოლიტიკური უფლებები გაცვალეს ორ რამეზე: უფასო საჭმელზე და გართობაზე. ანუ ადამიანი, რომელსაც ჩია და მოწყენილია, მეტს ფიქრობს, მეტს მოძრაობს, მეტ კითხვას სვამს, მეტი ამბოხების უნარი აქვს და ადამიანი, რომელსაც არ ჩია და არც მოწყენილია, კმაყოფილია და საერთოდ არ აქვს დრო იფიქროს იმაზე, რამე ისეთი ხო არ ხდება ცუდი. ამიტომ ზუსტად ამიტომ რომელმა იმპერატორებმა ხალხს მისცეს უფასო პური, რომ დაეპურებინათ და მშიერი არ ყოფილიყო ხალხი და სანახაობა, რომ საფიქრალი არ ქონოდათ და სანახაობისთვის ეყურებინათ. ანუ მაგათი ყურადღება წაიღო, ანუ მაგათი დისკომფორტი, შიმშილის და მოწყენილობა რაც არის ყურადღება თავიდან მალამდე წაიღეს სანახაობისკენ. უფასო პური ესე არ იყო, ხორბალი იყო და რომში დაარსეს ესეთი სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც დაახლოებით 20000 ღარიბ რომელს უფასო დააძლევდნენ ხორბალს. და შედეგი იყო ის, რომ ხალხი გახდა დამოკიდებული უფასო ხორბალზე და ისინი აღარ იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ, გახდნენ უბრალოდ მომხმარებლები ამ უფასო ხორბლის. სანახაობა, ეს იყო მასობრივი დოპამინი, როდესაც რომაული კალენდრის ნახევარზე მეტი, ანუ 170 დღე იყო დღესასწაული, რომელ დღესასწაულებზეც იმართებოდა სხვადასხვა თამაშები. მაგალითად, გლადიატორის ბრძოლები, ეტლების რბოლა, სირქუს მაქსიმუმში, სადაც 250,000-მდე ადამიანი იკრიბებოდა. მიზანი იყო უბრალოდ ხალხის ყურადღების გადატანა და უნდა ეფიქრათ, საკუთარ საყვარელი მრბოლელი მოიგებს თუ წააგებს, ამაზე ფულის დადება მიდიოდა და თავარი საფიქრალი ადამიანისთვის იყო შემდეგ ივენთზე, შემდეგ დღესასწაულზე, შემდეგ გამოსვლაზე, ვინ როგორ ფორმაში იყო, ვინ ვის ეჯიბრებოდა
ესე შექმნეს თანამედროვე სპორტი, ესე რომ ვთქვათ რა, რომელითაც დღესაც ჩვენ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ და მეც ძალიან დიდ დროს ვუთმობ, იმიტომ რომ საუკეთესო სანახაობაა დღესდღეობით ალბათ სპორტი. და ამ ყველაფრით იმპერატორები ცდილობდნენ მაცხოვრებლების ყურადღების მართვას, რადგან სანამ ხალხი კამათობს, რომელი ეტლი უფრო ჩქარია ან რომელი გლადიატორი უფრო ძლიერია, პარალელურად რომის იმპერატორი იღებს კანონებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც მის ძალაუფლებას უფრო და უფრო ამყარებს. და ეს იყო იდეალური გზა ხალხის გამოსათაყვანებლად, ესე რომ ვთქვათ, და მათი კრიტიკული აზრის დასათრგუნად. დღეისათვის სულ ეს იყო სქემები, სქემა, SCAM, ანუ სკამები, არა. სქემები, რომლებმაც მსოფლიოზე ზეგავლენა მოახდინეს, ზეგავლენა იქონიეს. ძალიან ბევრი სქემი არსებობს, ძალიან უამრავი სქემი არსებობს, მაგალითად ჩვენი მეგობარი მარიამ ჩარჩიანის სქემია, მაგრამ ისინი ზეგავლენას ვერ ახდენენ მსოფლიოზე, მაგრამ აი ამ სქემებმა ზეგავლენა მოახდინეს. მოკლედ რისი თქმა შემიძლია ახლა. ორი რაღაც არსებობს რა, სქემი მუშაობს ადამიანზე, მოდი ავიღოთ სქემერი როგორც ჰაკერი და ადამიანი როგორც კოდი. სქემერს სჭირდება სუსტი კოდი რომ გატეხოს. ანუ შენ თუ სუსტი კოდი არ იქნები, სქემერს ანუ ჰაკერს შენი გატეხვა გაუჭირდება. თუ არ გაქვს მაგალითად სიხარბე, ანუ სიხარბე რო არ ქონოდა იმ ადამიანებს, ვიზაც ზემოთ ვისაუბრე, ისინი სიხარბე რო არ ქონდათ, ან აი ის რო ვთქვი, რა ერქვა FOMO, fear of missing out, ანუ რო არ გამოაკლდეს არაფერს მაგის შიში, ეგ ფსიქოლოგიური სისუსტე რო არ ქონდათ, იმ ადამიანებს შეიძლება იმ გეიმში არ ჩამსხდარიყვნენ, არ წასულიყვნენ და იქ მალარიით არ მომკვდარიყვნენ. მაგრამ აი ამ ფსიქოლოგიურმა სისუსტემ, რომელიც სუსტ კოდად მოევლინა ამ ჩვენ თაღლითებს, მაგის დამსახურებით მიაღწიეს წარმატებას. ანუ გასაგებია სქემერობა ცუდია და რა თქმა უნდა ცუდია, ანუ უეჭველი ცუდია, სქემი ცუდია, თაღლითობა ცუდია, მაგრამ საკუთარ თავზე თუ იმუშავებთ და აი ამ რაღაცა ფსიქოლოგიურ სისუსტეებს დაძლევთ, ძალიან რთული დასასქემები იქნებით რა. ეს არის და ეს. ხოლო რაც შეეხება პურს და სანახაობაზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ხანგრძლივი და მოქმედი სქემია, იმიტომ რომ სანახაობა არის ყველგან, საერთოდ სანახაობა ვარ მეც, სანახაობა არის ყველაფერი, რასაც კამერა იღებს, სანახაობა არის TikTok-ი, როგორი სანახაობათან წარმოიგნეთ, რომ გსწავლობთ თქვენ ალგორითმი გსწავლობთ და ისეთ ვიდეოებით გამარაგებთ მუდმივად, რომელიც გათიშვას, ანუ გიჭირს გათიშვა, გიჭირს გამოცდე, გიჭირს გამოიყო და სულ ხარ მანდ, ანუ სულ ხარ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ ეს TikTok-ი ხო კონტროლირებადია და მუდამ ხართ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ანუ მოდის ის ინფორმაცია, რომელიც კონტროლდება და რა არ კონტროლდება იცით, არ კონტროლდება საკუთარი ფიქრები. თქვენ გირჩევთ მე ყველას საერთოდ რომ თუ დღეში 3 საათი სკროლავთ, გასკროლეთ 2 საათი და 9 საათი დარჩით საკუთარ თავებთან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ყველაზე მეტი პასუხი და ყველაზე მეტი ჭეშმარიტება არის სწორედ მანდ თქვენთან. წავედი, გენაცვალოთ ჩემი თავი, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მაგრამ თუ დაგავიწყდებათ, არა უშავს, ვის არ დავიწყებია. დამავიწყდა, მოკლედ ჰამაკის არხზე ვიწყებთ ლაივებს, ჩვენ როგორც ბარსელონას გულშემატკივრები, watch alongs ვიწყებთ, ვაკეთებ ძალიან ლამაზ საბარსელონე სეტს და ყველა თამაშს ბარსელონას თამაშებთან ერთად ჩვენ გავსტრიმავთ, უყურებთ რეაქციებს, შევაფასებთ, ჩავეხუტებით, შეურაცხყოფას მივაყენებთ, ძალიან საინტერესო იქნება, ამიტომ ეხა 1 აპრილი ხო არის, არ გატყუებთ, მე ვიყო არაკაცი, არ გატყუებთ მართლა, მე რა 1 აპრილია დაიკიდეთ. ისე სხვადასხვაშვეს დამოღამებული გაქვს, რომ 1 აპრილს მოტყუება ადვილია რომ იძახდნენ. ყველაზე რთული 1 აპრილსაა ტიპი მოატყუო. ანუ 1 აპრილს ყველა ტყუილს ელოდება. მეგობრებო, კალენდარი იყიდეთ ისეთები, სადაც მარტო 1 აპრილი ეწერება და ყოველ დღე 1 აპრილი იყოს და თქვენ მე რავინ მოგატყუებთ, იმიტომ რომ 1 აპრილს ადამიანის კრიტიკული აზროვნება უმაღლეს დონეზე ადის. ხო და გამოიწერეთ ეს არხიც, ჰამაკის არხიც გამოიწერეთ, სტრიმებს დავდეთ, ვინც ბარსელონას გულშემატკივარი ხართ და ვინც რეალის გულშემატკივარი ხართ, ჩართეთ ხოლმე, როდესაც ბარსელონა აგებს და ჩვენ სეირს დაინახავთ.